გადაცემის სტუმარი გახლავთ ბონდო მძინარაშვილი, ჩემი კოლეგა, ჟურნალისტი, ძალიან დიდი მადლობა ბატონ ბონდო რომ მონახეთ დრო და მობრძანდი და მინდა დავიწყო მაინც შიდა პოლიტიკაზე, მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ სასამართლო პროცესები პერმანენტულად მიდის სხვადასხვა ბრალ და ძალიან საინტერესო პროცესია, ნუ ზოგისთვის ტრაგიკული და ზოგისთვის საინტერესო ბუნებრივია, მაგრამ მინდა დავიწყო იმით, რომ აი დონალდ ტრამპმა შეკრიბა თავის მიერ შეკრებილი ტავტოლოგიას გამოვიყენებ მშვიდობის საბჭო და ამ მშვიდობის საბჭოს გაეროს ზედამხედველობის თუ რაღაცა დაახლოებით ესეთი ფუნქცია მიანიჭა თავადვე. რა პროცესს ვაკვირდებით ახლა ჩვენ თუ არსებობს გაერო, რომელიც თავისთავად ზედამხედველია, ხო? სახელმწიფოების ამ დროს იქნება მეორე ინსტიტუცია, კონკრეტული სახელმწიფოს კონკრეტული, თქვათ, უმაღლესი სახელმწიფო პირის მიერ და უცებ მან უნდა გააკონტროლოს გაერო. რა ხდება ჩვენ ახლა ტრამპის მორალზე ვართ, როგორც მან თქვა, რომ მხოლოდ საერთაშორისო სამართალი არ მოქმედებს, არიჩევი მორალიო. ტრამპის სინდისი და მორალია ეს მშვიდობის საბჭო თუ როგორ შეიძლება გავიგოთ ის რაც ხდება. დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. ყოველთვის სიამოვნებით მოდივარ Georgian Times-ში და თქვენს გადაცემაშიც. ჩვენ სიამოვნებით ვსაუბრობთ. და რაც შეეხება თემას ტრამპის მორალი არის ტრამპმა ილაპარაკოს ამაზე და ხანდახან შეიძლება უკვე გარდაცვლილმა თუ ჯერ კიდევ ცოცხალმა ეპშტეინმაც ჩამოაყალიბოს თავისი აზრი ტრამპის მორალზე ან შეიძლება დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრინცმა ისაუბროს ტრამპის მორალზე ან კლინტონებმა ეგ არ არის ჩვენი საქმე თვითონ ლაპარაკობს თორე ჩვენ საერთოდ არ გავახვილებთ ამას ყურადღებას მეორე საკითხი არ ვიცი მე შეერთებული შტატების პრეზიდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე როგორც ნებისმიერი განსაკუთრებით დიდი სახელმწიფოს პრეზიდენტის ჯანმრთელობა სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება და ჩვენ არავინ გვეტყვის ტრამპს რა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ისევე როგორც თავის დროზე მხოლოდ ტრამპი და არა მხოლოდ ტრამპი პრინციპში საუბრობდა ბაიდენის პრეზიდენტ ბაიდენის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და პრინციპში სალაპარაკოც არაფერი არ იყო ყველაფერი თვალნათელი იყო და ჩანდა კაცი მოჩვენებებს ელაპარაკებოდა და ხელს არწმევდა ბაიდენი მაგრამ ეხა ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მე არ ვიცი მაგრამ ფაქტები რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ არის ის რომ ადამიანმა თავდაცვის მდივანს დაარქვა ომის მდივანი პირველად მოხდა ეს ამერიკის ისტორიაში, რომ ომის სამინისტრო შექმნა და თვითონ ასე აცხადებს, რომ ომის მინისტრს დავავალე და ამავდროულად შექმნა მშვიდობის საბჭო. ეს ერთმანეთისგან აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავია, თუ მშვიდობაზე ხარ ორიენტირებული სამინისტროს ომი არ უნდა დაარქვა, ანუ თავდაცვაზე უნდა იყო ორიენტირებული, ზოგადად როგორც ყველგან არის ასე და ამიტომ შეიძლება გეშინოდეთ მშვიდობის ხალხო ეს მაგრამ მაშინაც როცა თავდაცვის მდივანი ერქვა შეერთებული შტატების სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, სტრუქტურის ხელმძღვანელს, მაშინაც თავდასხმით, ასე ვთქვათ, ომებსაც აწარმოებდა შეერთებული შტატები, ისევე როგორც სხვადასხვა სახელმწიფოები, მარტო ამერიკა არა. ამიტომ ძალიან ძნელი გასაგებია, ძნელი სათქმელია, რამდენი ხანი გასტანს ამ მშვიდობის საბჭოს არსებობა. მე არ მგონია, რომ დიდხანს გასტანოს. ეს დაახლოებით აი ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი იქნება და შემდგომში ვინ იქნება მომდევნო პრეზიდენტი JD Vance თუ სხვა ვინმე, ეს თავდაცვის საბჭო უბრალოდ არ იმუშავებს. მაგალითად, ბელორუსიამ გამოთქვა სურვილი, რომ ამ მშვიდობის საბჭოში მიიღო მონაწილეობა, პრეზიდენტი ლუკაშენკო მოუცლელობის გამო, ყოველ შემთხვევაში ასე გამოცხადდა და ვერ წავიდა ვაშინგტონში. ამ შეხვედრაზე და წავიდა ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ვიზა არ მისცეს და ქვეყანაში არ შეუშვეს. ნუ ამის მერე რა როგორ შეიძლება სერიოზულად ვილაპარაკოთ ამგვარ საბჭოზე. კი ბატონო, ტრამპს აქვს თავისი პოლიტიკური აქტიურობის ან ტრამპის გუნდს პოლიტიკური აქტიურობის რაღაცა მცდელობები და სრულიად ბუნებრივია ხა ზესახელმწიფოა ჩვენ როგორც არ შევაფასოთ დაუშვათ შეერთებული შტატების ყოფილი თუ დღევანდელი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ან მოსაზრებები და აზრის გამოთქმის უფლება ბუნებრივია ყველას გვაქვს, მაინც ზესახელმწიფოა ის სისტემურად იმართება და შესაბამისად ეს მცდელობები და ეს ქმედებები, რასაც დღეს ტრამპი ახორციელებს, რა თქმა უნდა, გლობალურად ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესზე, რასაც შეერთებული შტატები უკვე ასწლეულებია წარმართავს. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უპირველესად გულისხმობ. მაგრამ ეწინააღმდეგება ტრამპის ქმედებები და აზრები აი სისტემურ დამოკიდებულებას სტრატეგიას. სისტემას რაც ეწინააღმდეგება, მას სისტემა ამოაგდებს აუცილებლად. რა თქმა ამას ვამბობ, ეს ხელს ამას არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. სისტემა ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერი პრეზიდენტის
თუ ადმინისტრაციის თუ რომელიმე ჩინოვნიკის აუცილებლად ან სათავისოდ გამოიყენებს, ან დაღეჭავს და მაპატიეთ გადმოაფურთხებს. ამიტომ ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება. მე უბრალოდ ვერ ვხედავ ვერანაირ პერსპექტივას იმ ვითარებაში, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეუძლია სხვა ქვეყნის პრეზიდენტი მოიტაცოს ქვეყნიდან და შეიძლება ამ შემთხვევაში ვენესუელელებს ძალიან გაუმართლათ კაცმა რო თქვას, იმიტომ რომ ზოგადად მე არც ერთი ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევის და მithumetes პრეზიდენტის მოტაცების მომხრე არ ვარ და ვერც ვიქნები ვერასოდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ შეიძლება იქ ძალიან დიდი მსხვერპლი მოყოლოდა შეერთებული შტატების ვენესუელაში შეჭრას და მისი ინტერესების იქ გატარებას, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც ბანანის რესპუბლიკები შეიქმნა და თქვენ კარგად იცით ეს დაახლოებით 70 წლის წინ და მაშინ ჩამოყალიბდა 1953-54 წლებიდან გვატემალას ბანანის ბიზნესის გამო რაც მოყვა საბოლოო ჯამში დაამხეს ხელისუფლება და შეცვალეს პრეზიდენტი ასეთი ცდელობა კი არა უკვე განხორციელებული, დასრულებული პროცესი ქონდა შეერთებულ შტატებს ათეულობით ქვეყანაში, სადაც მისი ინტერესები უნდა გატარებულიყო, მოტაცებიდან, გადაყენებიდან, გაქრობიდან, მოკლიდან, ყველანაირი მცდელობიდან დაწყებული უბრალოდ ქვეყანაში შეჭრის ინტერვენციით და უამრავი ადამიანის დახოცვით. ხა ჩვენ ხო პატარა ბავშვები არა ვართ, ძალიან კარგად ვიცით, რომ ის მცდელობები, ვენესუელელი ხალხი იტანჯება და მისი ბედნიერებისთვის ეს გჭირდება საბოლოო ჯამში თვითონ თქვენ რომ ეს არის ნავთობთან დაკავშირებული. თუმცა აღმოჩნდა რომ იქ ნავთობთან დაკავშირებითაც მაინც და მაინც კარგი სიტუაცია არ არის, იმიტომ რომ ეს მძიმე ნავთობია, იმას სხვანაირი გადამუშავება ჭირდება, იქ მუშაობენ სხვა კომპანიები, რომლებსაც შეერთებული შტატები არ აკონტროლებენ და ამიტომ ახლა მათი გამოდევნა, მაგრამ საბოლოო ჯამში ვენესუელაში პრეზიდენტის ასე ვთქვათ მოტაცება ვენესუელადან და იგივე ადმინისტრაციის დატოვება ოღონდ ლოიალურის, თუმცა ვიცე-პრეზიდენტი დღეს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალბატონი აცხადებს, რომ მობეზრდა უკვე ამერიკელების ამდენი მითითების შესრულება და მათი დიქტატორული მანერები. მასაც მოიტაცებენ. მოიტაცებენ თუ გადააყენებენ თუ რამე მოხდება, ყველა შემთხვევაში ფაქტი არის ის, რომ ეს იყო შეერთებული შტატების ინტერესი ნავთობთან დაკავშირებით. იქიდან რუსეთის და ჩინეთის განდევნა ამერიკის კონტინენტიდან და იქ ამ შეერთებული შტატების ინტერესების გატარება ვენესუელაში. არაფერ შუაშია ვენესუელელი ხალხის ბედნიერებისთვის საერთოდ. ისევე როგორც თქვათ, არანაირი დემოკრატია არ დამყარებულა არც ლიბიაში, არც ერაყში და არც ეგვიპტეში და ავღანეთში აღარაფერს არც ხო სირია უფრო ბოლო იყო, ავღანეთში აღარაფერს ვლაპარაკობ, უზარმაზარი ფული ჩააქციეს დიდი შეიარაღება დარჩა თალიბანს საბოლოო ჯამში და აბსოლუტური კრეტინი უნდა იყოს ადამიანი, რომ ისაუბროს იმაზე, რომ დემოკრატია დამყარდებოდა ლიბიაში, ერაყში, სირიაში, ან და მithumetes ავღანეთში. ხო, ხა ავღანეთში მარტო ამერიკელები არ იყვნენ ინტერვენტები, ერთი მსოფლიო ისტორია, საშინელი ისტორია აქვს ავღანეთს ამ თვალსაზრისით. შეერთებულ შტატებამდეც უამრავი, ასე ვთქვათ, ომი გადაიტანა, თავდაცვითი ომი ავღანეთმა და უამრავმა გადაუარა და ბოდიში გადმოუარა. გვინდოდა არ ვიცი. ხო ეს ჩვენ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით საქართველოს და ამიტომ მონაწილეობდა ამ 1979 წლის ინტერვენციაში, თუმცა მანამდეც იგივე ვთქვათ ეგვიპტელი მამლუქების, სადაც ქართველები მართავდნენ ეგვიპტეს იმ პერიოდში განსაკუთრებით, ეს საომარი მოქმედებები იქ მიმდინარეობდა. ეს არის უბრალოდ რეგიონის კონტროლის სურვილი და მეტი არაფერი. ავღანელი ხალხი არასოდეს არ ადარდებდათ არც იმ რუსებს საბჭოთა კრემლს რომელმაც იქ განახორციელა ინტერვენცია და ამას დაარქვა ინტერნაციონალური ვალის მოხდა და ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა მაშინ ამას, მათ შორის ქართველებიც დაიღუპნენ და არც ეხლა მიმდინარე პროცესებს მსოფლიოში ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკაში არაფერ შუაში არ არის ხალხზე ზრუნვა, ეს არის იმ კონკრეტული დიდი ქვეყნის ინტერესის გატარება, მეტი არაფერი. ამიტომ ეხლა ტრამპის მცდელობა რომ მშვიდობის საბჭო შექმნის და ის იქნება გაეროს ალტერნატივა, ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გაეროს ყავს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები, რომლებსაც აქვთ ვეტოს უფლება. ეს არის ერთ-ერთი შეერთებული შტატები, მათ შორის ჩინეთის საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. რუსეთი. ეხლა რუსეთი თავის დროზე საბჭოთა კავშირი, რომლის სამართალმემკვიდრეც არის რუსეთი და ეს ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ აღიარა, მათ შორის ჩვენც ვაღიარეთ ეს სამართალმემკვიდრეობა 99 წელს მოვაწერეთ ამას ხელი.
ამ თანხმობას და ყველა მისი ვალი იყო თუ აქტივი ნულოვანი კი ბატონო ის ნულოვანი ხელშეკრულება რაც გავაფორმეთ ყველა მისი აქტივი თუ პასივი ყველაფერი გადავიდა რუსეთის ხელში თავისი საზღვარგარეთ არსებული საელჩოებიც მათ შორის ამიტომ ეხლა ტრამპმა შექმნა მოდი დავარქვათ ამას არავით არის მშვიდობის საბჭო დავარქვათ ამას ტრამპის კლუბი ტრამპის კლუბი ლეგიტიმაციას მიღწევას ცდილობს ამათი? არა, ამათ არანაირი. რაში სჭირდება? არა, თავის ლეგიტიმაციას. თუ ტრამპი, თავის ლეგიტიმაციას არ ჭირდება პრეზიდენტ ტრამპს, რომელმაც გაიმარჯვა შეერთებულ შტატებში. საერთაშორისო ლეგიტიმაციას პროცესებზე. არ არსებობს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. საერთოდ აი ისეთ ტერმინებს ვიყენებთ ხოლმე ჩვენ პოლიტიკოსების მიერ გამოგონილ ისეთ ტერმინებს ვიყენებთ ჟურნალისტების რომლებსაც არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან არც პოლიტოლოგიური და არც პოლიტიკური თვალსაზრისით. იმიტომ რომ არ არსებობს საერთაშორისო ლეგიტიმაცია. არსებობს ხალხის მიერ მინიჭებული ლეგიტიმაცია, რომელიც გამოიხატება არჩევნებში მის სხვა რაღაცა ვიგულისხმობ, მე ამ შემთხვევაში ვიგულისხმობ საერთაშორისო პროცესებში ზემოქმედების და ამ საერთაშორისო პროცესების წარმართვის ლეგიტიმაცია, თორე ის კი არა რომ ვიღაცამ უნდა შენ ლეგიტიმაცია აღიაროს, თუ კი შენ ხალხმა აგირჩია. მე ვიგულისხმობ თვითონ აი ამ პროცესების მართვაზე ლეგიტიმაცია. რა უშლის ხელს არც არაფერი და შეიძლება ხო ლეგიტიმაცია ამ საბჭოს გარეშე რა უშლის ხელს რომ განახორციელოს ის რაც უნდა შეერთებულ შტატებს ჯერ ერთი მოდი ასე ვთქვა ყოველთვის ესე ბრალდებათ ხოლმე რომ აი ტრამპმა მიიღო გადაწყვეტილება ტრამპი ასე ვერ იღებს გადაწყვეტილებას ერთ დღეს არა ნუ შეიძლება მას სურს რომ ასეთი წარმოჩინდეს და სინამდვილეში ეს ასე არ არის ასეთი არ არის ტრამპი რეგულადაც ის რაც ამერიკის სახელმწიფო ასეთი რა თქმა უნდა ეს არ არის შეერთებული შტატების სახელმწიფო ის სისტემით იმართება და უზარმაზარი გავლენის ცენტრებია და ტვინის ცენტრებია ასე ვთქვათ რომლებიც მუშაობენ ამაზე რა შეიძლება მოხდეს პერსპექტივაში ეხლა ტრამპის ემოციური გადაწყვეტილება ხომ არ იყო ზუსტად ისე განეხორციელებინათ პრეზიდენტის მოტაცების ოპერაცია როგორც გააკეთეს ეს ვენესუელაში ან მანამდე კი პრეზიდენტი პოზიციონირებს წარმოაჩენს სახელმწიფოს მაღალი უფლებამოსილებები აქვს მარტო წარმომადგენლობით ფუნქციები არა მაგრამ ეხლა როდესაც ჩვენ პრეზიდენტ ტრამპს უყურებთ და იგივე მშვიდობის საბჭოზე ერთ-ერთი ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა რომ მე რაღაცა ახალგაზრდა კაცი ხარ და ლამაზი და მელამაზი ხარ ხა ეს ხო არასერიოზული საუბარია საერთოდ თუ კი სერიოზული ინსტიტუტი შეიკრიბება ნუ ახლა წარმოიდგინეთ ასეთ თემებზე და ასე არ საუბრობენ მოდი ახლა ჩვენ ისტორიას გადავხედოთ და თქვათ აბა მაგალითად თეირანის კონფერენცია, იალტის კონფერენცია, პოცდამის კონფერენცია იქ ასეთ თემებზე ასე ლაპარაკობდნენ. ის სხვადასხვა პოლიტიკოსებიც იყვნენ. გავიგე, მაგრამ შესაბამისად ეხლა რადონეც არის ამ დღევანდელი პოლიტიკოსების რადონეც არის ისეთი დონის მშვიდობის საბჭოები და ომის მინისტრებიც ყავთ. ამაში იცი რა არის? მე ერთ ამას დავაკვირდი ამ აწლეულების განმავლობაში. საქართველოშიც და საქართველოსთან უცხოეთში როდესაც ვიყურებით. წარმოდგენები გვექმნება ჩვენ ასეთი რომ აი ეს რო არის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ან საგარეო საქმეთა მინისტრი, ხო ასეთი ისეთი ჩვენ ესე გვინდა რომ ხო ასეთი გვინდა რომ იყოს. ჩვენ ხო არ ვიცით ახლა რაზე ხუმრობდნენ ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი, მაგრამ არცად არც ერთ ჩანაწერში არ არის რომ აი ესეთი სულელური განცხადებები გააკეთებინოს რომელიმეს, ხო? ერთმანეთის მიმართ პატივისცემას გამოხატავდნენ. როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მშვიდობის საბჭოს პირველ შეკრებაზე. ნუ მილიარდერების საბჭო დავარქვა. არა, მილიარდერები არა, სახელმწიფოების საბჭოა, მაგრამ მილიარდების. ამიტომ მილიარდების საბჭოა ეს. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ რეალურად რამე გავლენას მოახდენს ის საერთაშორისო პოლიტიკაზე, მაგრამ როდესაც ეს საბჭოს თავმჯდომარე, ანუ ინიციატორი ამის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ ასე ელაპარაკოს საბჭოს ერთ-ერთ წევრ პრეზიდენტს, გნებავთ სიყვარულით, გნებავთ საყვედურით, გნებავთ არასერიოზულად ელაპარაკოს, ეს იმას ნიშნავს, რომ და ეს ყველაფერი საჯაროდ გამოდის, ანუ ტელეკამერების თვალწინ ხდება და არა თქვათ რაღაცა კულისებში, სადაც შეიძლება ადამიანები ერთმანეთს გაეხუმრონ, რა თქმა უნდა, ისინიც ადამიანები არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ამ საბჭოს უყურებს ტრამპი არასერიოზულად და ამ საბჭოს წევრ სახელმწიფოთა მეთაურებს, არამედ აუდიტორიასაც ასევე უპატივცემულოდ ექცევა. მე ესე მგონია, რომ თუ ადამიანი ნებისმიერ საჯარო სივრცეში
სხვა ადამიანის მიმართ უპატივცემულობას გამოხატავს, შესაბამისად ის მისი მაყურებლების და მსმენელების მიმართაც გამოხატავს უპატივცემულობას, იმიტომ რომ ჩვენ რას ვამბობთ სხვა ადამიანზე, ეს ჩვენ გვახასიათებს უპირველესად, ჩვენს დასახასიათებლად გამოდგება და არა იმ ადამიანის, ვისაც თქვათ ჩვენ ვის შესახებაც ჩვენ გამოვთქვათ მოსაზრებას და ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ ამას რამე შეუძლია გავლენა რეალურად, თუმცა ეს გავლენა მას არ გამოუყენებია, ვერ იმიტომ რომ აგერ იუგოსლავიაში არავინ არ კითხა გაეროს, იმიტომ რომ იქ ვეტოს უფლება ჰქონდა რუსეთს, არავინ არ კითხა ჩრდილო აფრიკაში და ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების და ნატოს სამხედრო ოპერაციების განხორციელების დროს გაეროს უშიშროების საბჭოს ან კითხა და საერთოდ არ მიაქციეს ყურადღება მათ მოსაზრებას, რომ გაერო არის მსოფლიოში მშვიდობისთვის შექმნილი. მაგრამ საბოლოო ჯამში თვითონ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აკრიტიკებს გაეროს და არა მხოლოდ ის სხვა სახელმწიფოებიც აკრიტიკებენ გაეროს უმოქმედობის გამო. და ხა ტრამპმაც ეს მშვიდობის საბჭო შექმნა იმისთვის, რომ აი გაერო არის უმოქმედო და მან უნდა მოქმედი რაღაცა საბჭო შექმნას, მაგრამ იმ საბჭოში არ არის ყველა. არ არიან უპირველესად ის სახელმწიფოები, რომლებიც შეერთებულ შტატებთან ერთად წყვეტენ მსოფლიო ბედს. მე ვგულისხმობ მსოფლიო პოლიტიკის სუბიექტებს. და არა თქვათ ისეთ ობიექტებს, როგორიც არის საქართველო ამ შემთხვევაში. ხო, ბევრი სახელმწიფო იქ არ არის. იქით არის კიდე ბრიქსი, რომელიც ასევე რაღაცა ეკონომიკურ პოლიტიკურ ცოტა შეიზღუდა ახლა შეიკვეცა ბრიქსი ეკონომიკურ პოლიტიკური ინსტიტუტი ჩამოყალიბდა და ისიც რაღაცა 4-ით დაიწყო და ნელ-ნელა დაიწყო მერე გაფართოება, ხო? ნახევარი მსოფლიო იქ არის, იმ ბრიქსის ნაწილი აქაც არის, გაეროში ყველა არის, ნუ ჩვენც ვართ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს არის რაღაცა პოლიტიკის სცენა არ უნდა დარჩეს სარიელი, ანუ ყველა თავის რაღაცა როლს თამაშობს. იმ ანეკდოტის არ იყოს როგორი მოძრაობები ავტეხება დაახლოებით, არა? აი, ატეხეს ეს მოძრაობები და ნუ პრეზიდენტია და ამ შეერთებული შტატების პრეზიდენტი სახში ხო არ იჯდება. შაბათ-კვირა დასვენების დღე ხო არ იტყვის, ამიტომ მუდმივად რაღაცას ბატალონ თათიცესთან და ნინო ხაჩიძესთან ერთად. ჩვენ ეთერში ბრუნდებით, განაგრძობთ საუბარს ჩვენ სტუმართან, ბონდო მძინარაშვილთან ერთად. ბატონო ბონდო, მინდა ხა ცოტა საშინელ პოლიტიკაზე გადავიდეთ. ესეც გავს რაღაცა მშვიდობის საბჭოს და გაეროს და ომის, ასე ვთქვათ, სამდივნოს თუ სამინისტროს პარალელი ასოციაციურად რომ ვთქვათ, აი ელისო კილაძე დაკავეს კოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით და მე მიჩნდება ასეთი ეჭვი, რომ ეს მხოლოდ მისი საქმიანობა მხოლოდ კოლ-ცენტრებს უკავშირდება, თუ სხვა რამე შეიძლება ამოტივტივდეს და საერთოდაც აი ამ წლების განმავლობაში, რაც მე ვაკვირდები, საქმიანობას ელისო კილაძის ის ახმოვანებდა ხოლმე ინფორმაციებს, სადაც მოწმე არ არსებობდა. ანუ იყო, თქვათ, აი ბიზინა ივანიშვილის ვავიღოთ, ხო? აი ბიზინა ივანიშვილი და ვიღაცა, ხო, ვიღაც. და რომ ამან იმას ეს უთხრა, აი რაიცი მოსასმენი ქონდა იქ, რომელმა გითხრა, ბიზინა ივანიშვილმა გითხრა, იქ ვისაც უთხრა, მან გითხრა, როცა არავისთვის ხელსაყრელი არ არის და ჩნდებოდა ასეთი ეჭვი, რომ ვიღაცის მიერ და ეს შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის მას მიეწოდებოდა ინფორმაცია საზოგადოებაზე შემსადების, მოსინჯვის, ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? აი როგორ ფიქრობთ, არის ჩემი ეჭვი ლეგიტიმური, ასე ვთქვათ? იცით რა არის, არა მხოლოდ ელისო კილაძის დაკავება, აქამდე რა დაკავებებიც იყო და მომავალში რა დაკავებებიც იქნება, ასე ვთქვათ. იქნება კიდევ? არ ანონსებ არაფერს, რაც აკვირველია, მაგრამ ისეთი სიჩქარე აქვს აკრეფილი, რომ საბოლოო ჯამში ჩვენც არ დაგვაგავ. სადღაც ბოლოში უნდა გავიდნენ აუცილებლად, იმიტომ სხვანაირად ეს მანქანა ვეღარ გაჩერდება, ეს მანქანა ძალიან ძლავრად მუშაობს უკვე. მანქანა სუსი? სახელმწიფო უსაფრთხოების და მართლწესრიგის მანქანა, ასე ვიტყვი, იმიტომ არა მხოლოდ სუსი, შინაგანი საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. ნარკომფარველების თუ ნარკოგამსაღლებლების წინააღმდეგ, აგერ ახლა რაღაც ბირთვული თუ რაღაცა. ხო, მე რამდენი შემთხვევა სხვადასხვა უკვე რა, ძალიან საშიშია, რომ ეს პროცესები საქართველოში წყდება, აქ ვიღაცას რაღაცა ასეთი ყიდვის კიდე მესამე ქვეყანაში უნდა გატანა. ხო, ნუ არც ეგ არის კარგი, მაგრამ ანუ ეხლა ყოველთვის კიდევ კარგი ის არის რომ დააპატიმრეს. ხო, კიდევ კარგი რომ აქ არ იყენებენ ამას, აქ არ ამზადებენ რაღაცა ბინძურ ბომბებს გასაგებია, აქ არ ამდიდრებენ თუ აღარ ივებენ ამ გურას. თვითონ კი კარგად გაღარიბდებიან ეხლა და დიდხანს იქნებიან ციხეში მაგის გამო, მაგრამ ჩვენ არაფერში არ გვჭირდება ასეთი ბინძური, ასე ვთქვათ, ბომბების დამზადება და დამამზადებლები საქართველოში. და ასევე ზოგადად წესრიგის თვალსაზრისით, კონტროლის თვალსაზრისით
ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა იქნება გარკვეული ასე ვთქვათ გადაჭარბებები, მე ამასაც არ გამორიცხავ, სადაც ეს პროცესები ხდება, იქ ყოველთვის რაღაცა არის, მაგრამ მთლიანობაში ეს არის ძალიან სასიკეთო ქვეყნისთვის, იმიტომ რომ უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ არ შეიძლება იგივე ძალადობრივი დანაშაული, რაზეც დღეებში სულ არის საუბარი, გიგა ავალიანის მკვლელობა და ქალბატონი ეკა კუპატაძე, რომელიც აქაც იყო ჯორჯიეთაების სტუდიაში და მართლა საოცარი ქალბატონია, მე ასეთი ენერგია ადამიანში, ხო არის ასეთი ნათქვამი, რომ ქალი სუსტია, დედა ძლიერიო. მე ასეთი სიძლიერის ადამიანი, გამწარებული დედა. უბრალოდ არ მინახავს. არა, იცი რა არის გამწარებული, ერთია ემოცია, მეორეა, მაგრამ არა, გამწარება ის იმდენად ჭკვიანი ქალბატონია, იმდენად ჭკვიანი ქალბატონია, იმდენად ზუსტი მეხსიერება აქვს, იმდენად თანმიმდევრულად და ლოგიკურად აყალიბებს აზრს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად გამართულად საუბრობს, რომ მე ვარ ძალიან ცუდია რომ ამ სიტუაციაში გავიცანეთ და ასეთ ამბავთან დაკავშირებით, მე ვარ აღფრთოვანებული. მისი ამ სიმამაცით, მისი განათლებით, მისი ინტელექტით და მისი ლოგიკური აზროვნების უნარით. ეს არის მართლაც საოცრება, რომ ერთ ადამიანში ამდენი რამ თავმოყრილი და ჩვენ აქამდე რომ არ ვიცნობდით ამ ქალბატონს კარგი მხარეებით, ეს არის ცუდი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ მისი შვილის ტრაგედიამ გაგვაცნო ეს ქალბატონი. მაგრამ აი მე ვგულისხმობ იმას, რომ მათი ამ გიგა ავალიანის მკვლელობაში მონაწილე დამგეგმავები თუ სხეულის დაზიანება უნდა და საბოლოო ჯამში სიკვდილი დადგა, რასაკვირველია თუ სიკვდილი ჰქონდათ და მისი დაგეგმილი ეს მოძალადეები, რომლებსაც მე ბავშვებთან დაკავშირებით ვიგებ, მე გაოგნებული ვარ, რომ აქამდე რატო არ ექცეოდა ყურადღება ამას. არ შეიძლება ეს არ იყო რაღაცა ოთახში, სადღაც ერთ სახლში ამდენი ადამიანი იყო შემსწრე სხვადასხვა დროს ამ ძალადობრივი აქტების, ამ ბავშვების მხრიდან და ეს ბავშვები ხო არამდენი საქართველოა, ხომ? ისინიც ვის მიმართაც ესენი ძალადობდნენ და თვითონ ესენიც მოძალადდნენ. ამიტომ მე ამას მოსალოდნელია, რომ ჩვენი ახალგაზრდები და მომავალი თაობა იქნება აგრესიული და მოძალადე, იმიტომ რომ ისინი ძალადობრივ გარემოში ისდა, ისინი უყურებენ უფროსების ქცევას და ეს სტერეოტიპები ეყალიბდება. ეს იყო ცუდი ძალიან და ეხლა რო ყურადღება ექცევა და აი მე ვფიქრობ რომ სწორედ ქალბატონი ეკა კუპატაძის ამ აქტიურობამ სამწუხაროდ ესეთი საშინელი ტრაგედიის გამოაქტიურობამ გამოაფხიზლა საზოგადოებაც და ჩვენი სამართალდამცავი სისტემაც და იმედი მაქვს რომ ამ მიმართულებით იმიტომ რომ მომავალზე ვსაუბრობ ჩვენ აქ ქვეყნის მომავალზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რა კოლცენტრების საქმეს რაც შეეხება თით რა არის ნინო ერთი კონკრეტული ადამიანის დაკავება ან 10-ის ან თუ გნებავთ 100-ის დაკავება მე არ მიმაჩნია იმდენად დიდ პრობლემად ან რაღაცა სიხარულის თემად ან ტრაგედიად და საერთოდ მე არასოდეს არ ვამბობ ხოლმე რომ არავის დაპატიმრება არ მიხარია. არც როგორ შეიძლება გიხაროდეს რა თქმა უნდა. არა, უყურეთ. არა მე ვამბობ. ეს გამოთქმა რომ მე არავის დაპატიმრება არ მიხარია. მე არ მიხარია. ეს არის ადამიანები, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეები დახოცეს ცხინვალის რეგიონში, უნდა ვთქვათ, რომ არ მიხარია მისი დაკავება. არ მიხარია. მე ამათ კი არ ვადარებთ. ის რომ ვიღაც თავი ჩადენილს ადამიანი და დაისაჯოს, კიდევ სხვა არის. მე არავის როცა ამბობ, გულისხმობ ყველას. მაგრამ კანჯიოღლის ახლა დაპატიმრება არ მიხარია, როგორ ავთქვა კაცო, და დააპატიმრონ კი არა, პირდაპირ ვამბობ მე ამას, რომ კანჯიოღლიმ რაც ჩაიდინა საქართველოს მოქალაქე გიგა 4-2-ას მიმართ, სიკვდილს იმსახურებს. და რა ვქნა ხა თქვა რომ კანჯიოღლის დაპატიმრება არ მიხარია? მიხარია კი არა, აუცილებლად მიმაჩნია. ასეთი დამოკიდებულება მაქვს. უყურეთ მე რა არ მიხარია. ჩვენ მინდა რომ აი ეს ჩემი მოსაზრება გაგიზიარო. არა, მე ამას აუცილებლად მიმაჩნია, მაგრამ არ მიხარია. არა, მესმის უყურე. მე მაგალითად არ მიხარია, როდესაც ადამიანი აკეთებს ისეთ რამეს, რამაც შეიძლება ციხის კარამდე მიიყვანოს. აი ეს არის რა თქმა უნდა. მაგრამ თუ ციხის კარამდე მიდის ეს ადამიანი, ეს უკვე მისი მოქმედებების შედეგია და არა ჩემი სიხარულის ან სხვა მწუხარების, ჩემი განცდების თემა. დიახ, ერთსა და იმავეს ვამბობ. ამიტომ ნებისმიერი ყველა ადამიანი, განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანი, რა თქმა უნდა, აცნობიერებს იმას, მისი მოქმედება არის კანონიერი თუ უკანონო. კი, კარგია თუ ცუდი, მოქმედება პერსპექტივაში დასჯადია თუ ამისთვის სასჯელს არ იმსახურებს. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, 10 მცნება ერთხელ თუ მაინც აქვს საკითხული, მისი ქმედება ცოდვა არის თუ არ არის ცოდვა.
ხო? ანუ ეხლა ჩვენ რო ის თქვა ნებისმიერ ადამიანმა ყოველთვის იცის ის მართალია თუ მტყუარი. სწორად იქცევა თუ არა სწორად იქცევა. საკუთარ დამთავრებულ რჩებაო, აი ბოლო ერთი წუთი ხა, აი რო ფიქრობ ადამიანი ძილის წინ, ხო? და უკვე ხვდები რომ აი რაღაცა შემეშალა იმ ადამიანთან ასე არ უნდა მეთქვა, ასე არ უნდა მეკნა. ისეთებსაც რომლებიც ამობენ აი ეს გაუკეთე ცუდი და რა კარგია რომ გაუკეთე, ასეთებიც არიან. ხო, მაგრამ ისიც ხო ფიქრობს რომ ცუდი გაუკეთა და ცუდს იმსახურებდა, ანუ მან თვითონ რომ ცუდი გააკეთა, სიტყვას ასე არ კმევს. მე რო ცუდი გაუკეთე, ეს კარგია კი არა, ის იმსახურებდა ას ამბობს. ესმით, ანუ ყველა ადამიანმა იცის თუ რა მე არ მომწონს, არ მინდა არ მიხარია, როდესაც ადამიანი ცუდ რამეს აკეთებს, მაგრამ უკვე ჩემი სიხარულის თემა აღარ არის ის ადამიანი ამისთვის სასჯელს რომ მიიღებს. მე ხო არ მომობ ის ადამიანი დასაჯეთ და რამე ქენით თუ საგამოძიებო ორგანოები მიდიან იქამდე რომ უნდა ადამიანი უნდა დააპატიმრონ და უნდა დაისაჯოს და მე სასამართლოში უნდა წავიდეს ეს და მართლმსაჯულებამ უნდა განსაჯოს და ასე შემდეგ. ეს უკვე იმ ადამიანის ქმედების გამოა. შეიძლება უდანაშაულო ადამიანი წავიდეს სასამართლომდე. მე იმას კი არ ვამბობ, რომ აუცილებლად ყოველთვის დამნაშავე ისჯება. იმიტომ რომ მართლმსაჯულების ისტორია იცნობს ასეთ ფაქტებსაც, როდესაც ადამიანს სიკვდილის მიუსაჯეს, მერე სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს და 30 წლის მერე იგივე ცნობილ ამერიკულ მართლმსაჯულებაშიც კი 30 წლის მერე აღმოაჩინეს, რომ სხვა ადამიანი იყო. ადამიანია მართლმსაჯულების სისტემაშიც, ჩინაგას საქმეთა სამინისტროდან დაუშვათ მოსამართლით, უზენაეს სასამართლოდ დამთავრებული ადამიანები არიან და შეცდომა შეიძლება ყველამ დაუშვათ. მაგრამ როდესაც კომპლექსურად, ეხლა მე კოლ-ცენტრებს რატო უბრუნდები? ცოტა ფილოსოფიაში გადავიჭერეთ, არ მინდა რომ ძალიან დიდი დრო წავიღოთ. კოლ-ცენტრების თემა ჩემთვის არ არის აი ამ არც ლილუაშვილის, არც ფარცხალაძის, არც კილაძის და არც ვიღაცები იყვნენ კიდე დასახელებულები ადრეც და ეხლაც. ვინ? კეზერაშვილიც. არა, ეს მათი პერსონალური პასუხისმგებლობის თემა არ არის ჩემთვის კოლ-ცენტრები. მე ხა პირველად ვლაპარაკობ ამ თემაზე და ასე ამ ფორმით. ჩემთვის პრობლემა რა არის? ყველაზე დიდი დანაშაული ჩემი აზრით ამ ადამიანების რა არის? აი ვინ ჩვენ ჩამოვთვალეთ და ვინც არ ჩამოგვითვლია, მაგრამ მათი გვარები ნელ-ნელა ქვეყნდება ან გამოქვეყნდა უკვე. ის რომ მათ ათასობით ადამიანი, ათასობით ახალგაზრდა, ათასობით განათლებული, მე გულისხმობ ენების ცოდნას. და ზოგმა რამდენიმე ენაც იცის და ამ ენების ცოდნაში მათმა მშობლებმა, ოჯახებმა ფული ხო ჩადეს, ეს ბავშვები ხო მოამზადეს, მათ ხო გამართულად, ისინი გამართულად მეტყველებენ ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად, ერთ-ერთმა დაწერა ჩემს შვილს შესთავაზეს, რომელმაც იაპონური კარგად იცისო და მაშინვე უარი უთხრა, როგორც კი მიხვდა, რა ანაზღაურება უნდა მიეღო და რაც უნდა ეკეთებინო. ანუ იაპონელი მოხუცების გაძარცვასაც ცდილობდნენ თურმე. აი ეს ადამიანები, ეს ახალგაზრდები რომლებიც ძალიან მცირე ასაკში, სადღაც 25, მაქსიმუმ 30 წლისები არიან, ხო ეს ახალგაზრდები. უკვე მორალური ინვალიდები არიან. მათ იცოდნენ, რომ მოხუცებს ძარცვავდნენ, მათ იცოდნენ, რომ ამაში 15-20 $-ს თვეში იღებდნენ, ანუ რაღაცა უზარმაზარი ხელფასი ჰქონდათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ლაპარაკობდა უკვე, რომ აი რაღაცა ავტოცენტრები როა და რაღაცა მოგზაურობები და ასე შემდეგ უზარმაზარ ფულს ხარჯავდნენ ადამიანები 21-22 წლის ახალგაზრდები, რომლებსაც არანაირად არ შეიძლება მათი გამოცდილების და მათი განათლების კვალობაზე ამხელა შემოსავალი ქონოდათ ყოველთვიური. ანუ ეს ადამიანები რეალურად უკვე არიან დანაშაულში თანამონაწილეები. მე ხა იმას კი არ ვამბობ, რომ ხა ვიღაცა მოაგროვოს ეს ახალგაზრდები და რაღაცით დასაჯოს. მე ვგულისხმობ პასუხისმგებლობას იმის გამო, რაც ამ ახალგაზრდებს დამართეს ამ ადამიანებმა, რომლებმაც უზარმაზარი ფული იშოვეს. გამოჩნდება ყველაფერი, სასამართლოზე გამოჩნდება, ვინ, რა, როგორ, ეხა დაიხურა სასამართლოს ცდომები. მე ვფიქრობ, რომ დაიხურა სწორედ ამის გამო. იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი მოწმე უნდა მივიდეს და ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა ილაპარაკოს იმაზე, რას ავალებდნენ, როგორ ავალებდნენ, ვინ ავალებდა და ასე შემდეგ. ეს არის უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების თემა. ნინო, მე რატო უსვამ ხალხს ახალგაზრდების ამ მდგომარეობას? ეს ახალგაზრდებიც არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა მართონ ეს ქვეყანა. არ არის მხოლოდ ეს უდიდესი პრობლემაა, რა თქმა უნდა. ეს არ არის მხოლოდ ევროპელი პენსიონერების ძარცვის სქემა. ეს არის საქართველოს უსაფრთხოების თემა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უკვე მორალურად დაახეიბრეს.
ეს ადამიანები მიაჩვიეს ასეთი წესით ფულის შოვნას, უზარმაზარი ფულის შოვნას. მოწამლეს ეს ადამიანები უკვე და მე არ ვშურს ნამდვილად მათი მშობლების და ამ ახალგაზრდების ოჯახების წევრების, იმიტომ რომ არ ვიცი ეს ტრაგედია ეს მდგომარეობიდან როგორ გამოვაქვთ, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოვიდეთ. და ამ ადამიანების პასუხისგებლობა, გარდა იმისა, რომ ვიღაცას ძარცვავდნენ და ქვეყნის რეპუტაციას სერიოზულ დარტყმას აყენებდნენ, ამავდროულად პასუხისგებლობა უნდა დადგეს სწორედ იმიტომ, რომ მათ ჩაითრიეს ათასობით ახალგაზრდა ამ თავიანთ ბინძურ სქემებში. და მე არ ვისურვებ, რომ მათი ვინაობა გამოქვეყნეს ამ ახალგაზრდების, იმიტომ რომ ეს მათ მორალურად გაანადგურებს და ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს, მაგრამ გარკვეულწილად მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა რაღაცა ერთგვარი რეესტრი უნდა შექმნან იმისთვის, რომ მომავალში ჩვენ არ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც ამ ახალგაზრდებიდან არ ვიცი მათი მსოფლმხედველობა უკვე რამდენად არის გადამწვარი ამ თვალსაზრისით, ეს ახალგაზრდები არ აღმოჩნდნენ ისეთ ადგილებზე, სადაც შეიძლება უფრო მეტად დააზიანონ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. მე ვგულისხმობ სახელმწიფო სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუტებს. და ბატონო ლევან დავითაშვილი იყო გამოკითხვაზე, მან სხვანაირად თქვა, რომ მაგრამ სუსმა დაადასტურა და თქვა, რომ გამოკითხვაზე იყო სწორედ და ეხებოდა ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს საზიანო პირობებით იყო დადებული. მე არ ვიცი ეს რა ხელშეკრულება იყო კონკრეტულად, მაგრამ მე ვიცი, რომ არაერთი ხელშეკრულება ასეთი, სადაც საქართველოს ინტერესი ნაკლებად არის წარმოჩენილი და ხანდახან დაზიანებულიც კი, მაგალითად, აი, ჩემს გაუგებარია დღემდე, რატო გაუკეთა პარლამენტმა რატიფიცირება ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ დოკუმენტს, რის თანახმადაც ევროკავშირს უნდა მივაწოდოთ ენერგომატარებლების შიდა ტარიფით. ჯერ ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ეს ხო შეიძლება გადავადებულიყო. მაშინ შენც რაღაც რა ეჩქარებოდა საქართველოს პარლამენტს, არ ვიცი, იმიტომ რომ ჩვენი ფუნქცია არის სატრანზიტო ფუნქცია და თუ შენ ამაში ფულს არ აიღებ, ანუ ამ მომსახურებაში, მაშინ რა აზრი აქვს? ან კი გვიხარეთ ჩვენ რომ ამდენმა გაიარა იმ მოსადეში, მაგრამ მე მინდა იცოდეთ, რომ ევროპისკენ ევროკავშირისკენ რაც მიდის, ის ჩვენ შიდა ტარიფით, მიწოდების შიდა ტარიფით ვაწვდით და აქ არანაირი კომერცია არ არის. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ სიგნალია, რომ მართლ ბევრი ხელშეკრულება გამოჩნდება კიდევ, სადაც საქართველოს ინტერესი არის დამცრობილი და რაც შეცვლის ეს თვითონ ამ ხელშეკრულებებში, თუ შეცვლის. საქართველოს მიცით თქვენ, რომ პირველად თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა თურქეთთან, შემდგომ ამგვარი ხელშეკრულება გაფორმდა ევროკავშირთან და ბოლოს ჩინეთთან გაფორმდა. ძალიან დიდი ამბავი ატყდა მაშინაც საქართველოში, რომ როგორ შეიძლება აი ჩინეთთან, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე დავიწყეთ საუბარი, რომ შეიძლება დივერსიფიკაცია გვჭირდება ჩვენ ყველაფერში. ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიის, ანუ ენერგეტიკული დივერსიფიკაცია, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური დივერსიფიკაცია, პოლიტიკური დივერსიფიკაცია გვჭირდება და დღეს სწორედ ამ გზაზე ვდგავართ და აუცილებლად გვჭირდება სატრანსპორტო დივერსიფიკაცია. ამ ტერმინით, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ საქართველოს როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთის, სამხრეთის, ასეთი ქვეყნები ძალიან ცოტანია და შეიძლება ითქვას, რომ აი პირველია საქართველოს მათ შორის ასეთი მასშტაბის მხოლოდ ერთადერთია საქართველოს ამ თვალსაზრისით და ეს ჩვენი უპირატესობაც არის და ერთგვარად ჯვარიც არის სასჯელიც არის ეს მარტო ჯილდო არ არის და ამიტომ ძიდი სიფრთხილე გვმართებს აი ასეთი ხელშეკრულებების გაფორმების დროს განსაკუთრებით რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერი ეს იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მზადდება ხელშეკრულების პროექტები თუ საპარლამენტო საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი და იქ ხდება რატიფიკაცია და საერთოდ ვიცით ჩვენ რომ რატიფიკაციის გარდა პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ასეთი კონსტიტუციით და აღასრულებს უკვე აღმასრულებელი ხელისუფლება და ყველას აქვს პასუხისმგებლობა ამ ადამიანებმა ყველამ არ აქვს მნიშვნელობა გვარებს და სახელებს ინსტიტუციურად უნდა იზრუნონ იმაზე, რომ იფიქრონ უპირველესად საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე. გარდა იმისა, რომ სამშობლოს პატრიოტები უნდა იყვნენ და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა, სახელმწიფო ინტერესების დაცვაზე უნდა იზრუნონ აუცილებლად. და ის რომ თქვათ ამ ხელშეკრულებაში დავითაშვილთან დაკავშირებით რომელმაც რაღაცა ინტერპრეტაციებს საკუთარ ინტერპრეტაციებს შესთავაზა ჟურნალისტებს და მე სუსმა გააკეთა უმალ გააკეთა განმარტება და ძალიან კარგია რომ ეს გააკეთა არავით არის შეხვედრა და საუბრები არ ქონია ეს იყო ჩვეულებრივად გამოკითხვა სისხლის სამართლის საქმეზე და ანტიკორუფციულში იყო ანტიკორუფციულ დეპარტამენტში და არა ასე ვთქვათ სასაუბროთ იქ რაღაცა ყავაზე საჭორაოდ
ნებისმიერმა თანამდებობის პირმა უნდა ახსნას ეკონომიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ხელშეკრულება იმ პერიოდში, როდესაც ფორმდებოდა, ნაკარნახები იყო თუ არა პოლიტიკური მიზანშეწონილობით. როგორც სარგებელი, ასევე ზიანი, რომელიც ჩვენ ქვეყანას მიადგა. თუ ამას ექნება ლოგიკური ახსნა, რომ იმ დროისთვის, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდა, ჩვენ ვიაზრებდით, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, ზიანის მომტანი იყო ეკონომიკურად, მაგრამ პოლიტიკურად ეს იყო იმ მომენტში მომგებიანი და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლით ეს ამან გადაწონა ეკონომიკური ზიანი, ამ შემთხვევაში ასე უნდა მიუდგნენ ამას. თუ მისი პირადი ინტერესი იყო იქ და ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ეხლა დავითაშვილი იქნება თუ სხვაგვარი იქნება, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს. თუ იქ იყო პირადი ინტერესით რაღაც ნაკარნახევი, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ასეთი ადამიანი. იმიტომ რომ მან ხელშეკრულება გააფორმა, ამ შემთხვევაში ამ კონკრეტულ ადამიანს კი არ გულისხმობ, ზოგადად ამასაც და ყველას გულისხმობ. მან გააფორმა არა როგორც მამამისის შვილმა და ბაბუამისის შვილიშვილმა, არამედ როგორც მინისტრმა. როგორც მინისტრმა მას შეუძლია განკარგოს მამისგან და პაპისგან მიღებული მემკვიდრეობა ან თვითონ თავისი შეძენილი ქონება, როგორც უნდა ისე, მაგრამ საქართველოს ინტერესები და საქართველოს ქონების განკარგვის უფლება არ აქვს არც ერთ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს და არც არავის საერთოდ. ამიტომ პასუხისგებლობაც შესაბამისად დადგება. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი ამ საქმეებს, რომლებსაც იძიებენ, აბსოლუტურად ექნება ორი მდგენელი. ერთი იქნება სამი, უпростоრად, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი. ანუ პოლიტიკონომიკა როგორ გადაიხლართ ერთმანეთში და რა იყო ამოცანა მაშინ და რამდენად ზის ეს სამართლებრივ ჩარჩოში. ამიტომ ამ მიმართულებით სერიოზულად უნდა, იმიტომ რომ ეხლა დავითაშვილმა რაღაცას ხელი რომ მოაწერა, დავითაშვილმა რა აიღო ჯიბეში ჩაიდო ხელშეკრულება და წაიღო და ისე მოაწერა და არავინ არ იყო ამის საქმის კურსში? თუ ვინმე იყო საქმის კურსში, ანუ მე პარლამენტში რატიფიკაცია რო ხდება კონკრეტული რაღაცა ხელშეკრულებების, იქაც ხო კითხულობენ, იქაც ხო სპეციალისტები არიან. მე არასოდეს არა ვარ მომხრე რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე ვიმსჯელოთ ჩვენ კონკრეტულად რაღაცა ავკიდოთ თელი პალნე და ამ დროს არ ვიფიქროთ იმაზე, რომ სისტემაში რა ხარვეზი იყო, რამაც ამ ერთ კონკრეტულ ადამიანს თუნდაც სათავისოდ სასარგებლო გადაწყვეტილება მიაღებინა იმ პერიოდში. ისარგებლა ადამიანმა თავისი კერძო ინტერესებით. რატომ არ დააზვია ეს სისტემა? რატომ არ დააზვია აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და რატომ არ დააზვია პარლამენტმა? ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ჩვენ ერთი და იგივე ფოთს 1000-ჯერ არ დავაბიჯოთ ფეხი და მომავალში მაქსიმალურად გამოვრიცხოთ ეს რასაც ვლაპარაკობდით შეერთებულ შტატებში სისტემა მოქმედებს. აქ უნდა სახელმწიფო მართვის ისეთი სისტემა არსებობდეს, რომელიც აი ასეთ ადამიანებს სუსის მოდულის შენობაში კი არ მიიყვანს. არ დანიშნავს თანამდებობებს. იქვე შეაჩერებს, როგორც კი პირველ შეცდომას დაუშვებს და შემდგომ უფრო დიდ შეცდომამდე არ მივა ეს ადამიანი და საკუთარ თავსაც არ დაღუპავს და რა თქმა უნდა სახელმწიფოს არ დააზიანებს. ყოველთვის საინტერესო ხომ თქვენთან საუბარი, მაგრამ სამწუხაროდ დრო არის შეზღუდული და ამოიწურა. ძალიან დიდი მადლობა. და ძალიან დიდი მადლობა მაყურებელსა და მსმენელს. მე გემშვიდობებით, შეგახსენებთ რომ ჩვენ მუშაობთ თქვენთვის და ერთმანეთს იმედი მაქვს რომ შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს ნახვამდის. პოლიტიკა, საზოგადოება